არავის უყვარს სისხლის ანალიზის გაკეთება. ჯერ არის ის საშიში ნემსი, შემდეგ სინჯარა სისხლით და მერე გონია, რომ ანალიზის პასუხებს უსასრულოდ ელოდები. მაგრამ თუ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ 30 წამი გაგრძელდეს თითის ჩხვლეტით, გლეს გაჩვენებთ მოწყობილობას, რომელსაც სწორედ ეს შეუძლია. ეს არის რევდიქსი. ეს უბრალოდ გაჯეტი არ არის. ეს სინამდვილეში სრული ჰემატოლოგიური ლაბორატორია და მისი წონა მხოლოდ 2,5 კილოგრამს შეადგენს. მას შეუძლია სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, ტესტი, რომელიც ანემიას, ინფექციას, დაბალ თრომბოციტებს ამოიცნობს, ყველაფერს. და ამისთვის მხოლოდ თითის მარტივი ჩხვლეტა სჭირდება. მხოლოდ 25 მიკროლიტრის სისხლით პირულ შედეგებს სულ რაღაც 30 წამში მიიღებთ. ეს ბაზარზე ყველაზე სწრაფია და დღეს მე ვაპირებ გამოვცადო იგი. დღეს პირდაპირ ეთერში ვცდით Revdix. ის სისხლის ანალიზს ჩამიტარებს. შედეგებს სამებში მივიღებ, ხომ ასეა? სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია. ჩვენ ვიყენებთ იმას, რასაც Revdix-ის სატესტო ჩიპს უწოდებთ, რომელიც სისხლის ნიმუშს იღებს. ასე რომ ვიწყებთ თითის ჩხვლეთით. და როგორც კი სისხლის კარგი წვეთი გვექნება, ვათავსებთ მას ჩიპზე. და ეხლა ის მზად არის. პირველ შედეგს დაახლოებით 30 წამში მიიღებ. ვაუ! და გავიგეთ, გაქვთ თუ არა ანემია. არის შანსი, რომ მე ანემია მქონდეს, ასე რომ შეიძლება ამ შედეგებით რაღაც საინტერესო გავიგოთ. იმ ეკრანის უკან ხელოვნური ინტელექტია, რომელიც აკეთებს იმას, რისი სწავლაც ლაბორანტს წლები სჭირდებოდა. ის ამოიცნობს და ითვლის სისხლის უჯრედებს თითო-თითოდ. თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავს, შეუძლია რეალური გამოსახულება გაგზავნოს ჰემატოლოგთან, რომელიც სხვა ადგილას იმყოფება, რომ მან კიდევ ერთხელ დაათვალიეროს. შენ კარგად ხარ. ყველაფერი რიგზეა. ანემია არ გაქვს. არა, ანემია არ არის. ბიჭებო, კარგი. ჯანმრთელი ვარ. როგორც ჩანს, ძალიან ჯანმრთელი ვარ, ხო ასეა? ასე რომ, სულ რაღაც 30 წამში მივიღეთ შედეგები, 3 ყველაზე გავრცელებული გადაუდებელი პარამეტრისთვის, მაგრამ დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მივიღეთ ჩემს სისხლის ანალიზის დანარჩენი შედეგები. ანუ ყველა 19 ტესტი, რომელსაც ეს აპარატი აკეთებს. ეს სისწრაფე შეიძლება იყოს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება. სინამდვილეში ეს დამტკიცდა გასულ წელს ბრაზილიის ერთ საავადმყოფოში. 46 წლის ქალზე, რომელიც სულ ახლახან ოპერაციიდან გამოვიდა, სერიოზული სისხლის დაკარგვის კლასიკურ ნიშნებს ავლენდა. ექიმებს არ ჰქონდათ დრო ცენტრალური ლაბორატორიის პასუხის მოლოდინში. ამიტომ მათ პაციენტის საწოლთან Revdix გამოიყენეს და შედეგი იყო მძიმე კრიტიკული ანემია. გუნდმა მას დაუყოვნებლივ ჩაუტარა სიცოცხლის გადამრჩენი სისხლის გადასხმა. ყველაფერი ეს მოხდა მანამდე, სანამ საავადმყოფოს ლაბორატორიის პასუხები დაბრუნდებოდა და დაადასტურებდა ზუსტად იმავე შედეგს. ჩვენ თავაზობთ სრულ ლაბორატორიულ გადაწყვეტას ადგილს. ჩვენ არ ვცვლით დიდ აპარატს ლაბორატორიაში, მაგრამ თუ თქვენ ხართ კლინიკაში, ან სახლში მკურნალობის პირობებში, ან თუ ლაბორატორიიდან გარეთ ხართ, რაც გლობალური ტენდენციაა. ლაბორატორიიდან გარეთ გადასვლა. მაშინ ჩვენ ვართ ყველაზე პორტატული გადაწყვეტა ამ სფეროში. დაფიქრდით, ვის შეიძლება ის რეალურად დაეხმაროს? ექიმი, რომელიც ადგილზე წყვეტს, ინფექცია ვირუსულია თუ ბაქტერიული. კიბოს პაციენტი, რომელიც ქიმიოთერაპიამდე ადგილობრივ კლინიკაში თეთრი უჯრედების რაოდენობას ამოწმებს. საველე მედიკოსი, შინმოვლის მედდა. ნებისმიერ ადგილას, სადაც პაციენტს ლაბორატორიამდე მისვლა ადვილად არ შეუძლია, მაგალითად მალავიში, სადაც Revdix ამჟამად ცდიან სოფლებში, სადაც ჯანმრთელობის სერვისებზე თითქმის არანაირი ცდომა არ აქვს. დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იოელ ეზრა პროფესიით ინჟინერი. და მან ეს პორტატული სისხლის ლაბორატორიის იდეა მაშინ მოიფიქრა, როცა აფრიკასა და ინდოეთში მოგზაურობდა და გადაწყვიტა ინფექციური დაავადებების გავლენაზე კონცენტრირებულიყო. ასე რომ თავიდან ეს დიდი პროტოტიპი იყო. საკუთარი ფული ჩავდე, მცირე გრანტი მივიღე ისრაელის ინოვაციების სააგენტოსგან. სინამდვილეში ძველი მოწყობილობა იქვე გვაქვს. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პირველი მოწყობილობა, რომელიც თქვენ ააგეთ. პირველი პროტოტიპი, რომელიც ჩვენ ავაგეთ, ყველაფერი ხელით კეთდებოდა. იგი სხვადასხვა სფეროს ექსპერტების გუნდთან ერთად დავაპროექტეთ. და ვთქვით, კარგი, ეხლა კონცეფციას ვამტკიცებთ. დღეს 18 Revdix მოწყობილობა უკვე დანერგილია მსოფლიოს მასშტაბით ხანდაზმულთა მოვლისა და სახლში, ჰოსპიტალიზაციის სფეროში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, მექსიკაში და ბრაზილიაში, ხოლო შემდეგი ინდოეთი და ტაილანდია. აქ ისრაელში ლაბორატორიაში გუნდი განაგდობს მუშაობას, რომ შედეგები კიდევ უფრო სწრაფად მიიღოს. ყოველდილით მე მივდივარ საავადმყოფოში და მომაქვს სისხლის სინჯები. რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ჩვენს ჩიპებზე ვამუშავებთ სისხლს და მიღებულ შედეგებს ამ მოწყობილობას ვადარებთ. ეს არის ოქროს სტანდარტი. ამ მოწყობილობას ახალი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს. ეს პროგრამული უზრუნველყოფა ბევრად უფრო სწრაფი უნდა იყოს, ის უნდა მოგვცეს სრული შედეგები დაახლოებით 7-დან 8 წუთში. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის დაავადებებისთვის ან მდგომარეობებისთვის იქნება ეს მოწყობილობა გარდამტეხი? ინფექციების გაგებაში ვეხმარებით. ასე რომ, იმუნური სისტემის საფუძველზე სწორედ ამას ვაანალიზებთ. შეგიძლიათ გაიგოთ, რა არის ინფექციის მიზეზი, თუ გაქვთ სიცხე. ასე რომ, შეიძლება ეს იყოს ბაქტერია, შეიძლება ვირუსი, შეიძლება პარაზიტი. ჩვენ ტესტს არ ვიგონებთ. ეს არის ცნობილი ტესტი, ეს კარგად ცნობილი ტესტია, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ ამ ტესტზე ხელმისაწვდომობას. ჩვენი ხედვაა, რომ Revdix ყველგან იქნება.